ხო, გიბრუნდებით, მეგობრებო, უკვე მესამე ვიდეოთი, გამარჯობა, ეს არის Windows-ის გადაყენების ბოლო ნაწილი, მესამე ნაწილი და ამ ვიდეოში უკვე ძირითადი ნაწილი დაეთმობა Windows კომპიუტერის პროგრამულ უზრუნველყოფას, ასე ვთქვათ, ანუ რო გადაყენდება უკვე და აი დესკტოპს რო მოგცემს, აი აქედან რა უნდა გავაკეთოთ. პირველ რიგში, რასაც ძალიან მარტივად ვაკეთებთ, ველოდებით, ანუ კომპიუტერი ჩაერთვება თუ ინტერნეტთან არის დაკავშირებული გადაყენების შემდეგ და გაქვთ ინტერნეტთან წვდომა, დაველოდებით და გაასწორებს რეზოლუციას. აი ხო ხედავთ რა ხელაზე ჩანს რა ეს ტასკბარი და თუნდაც აიკონები, იმიტომ რომ რეზოლუცია არ არის გასწორებული. ხა ეს მონიტორი არის 2K და 2K კი არა, მგონი რაღაც 720p-ში არ მაქვს რეზოლუცია რა. ამიტომ ამას ცოტა ხანი დაველოდებით და თვითონ გაასწორებს იმას რა ქვია რეზოლუციას რა, მაგრამ ეგ იმას ანიშნავს, რომ თქვენ დრაივერების ჩაწერა არ მოგიწევთ და რაღაცები არ უნდა გაითვალისწინოთ გამოსახულებასთან და გრაფიკასთან დაკავშირებით. მოკლედ, ეხლა მე ამ ვიდეოს გავთიშავ. ამ კომპიუტერში რო დაყენდება ეს display driver-ი რო გასწორდება display driver-ი, ანუ რო გასწორებს რეზოლუციას, ეგრევე გადმოვწერ OBS იქ და უკვე იქიდან ჩავწერ ვიდეოს, რას და როგორ ვაკეთებთ უკვე კომპიუტერში. რა სხვა არაფერს არ გადმოვწერ, არაფერს არ გავაკეთე, უბრალოდ OBS გადმოვწერ, რომ ვიდეო გადავიღო, ესე ვთქვათ. აი მოდი ბარემ ცოტა ხანი დაველოდოთ, ეს რეზოლუცია დაფიქსოს, რამდენი ხანი სჭირდება და მერე გადავიდეთ კომპიუტერიდან ვიდეოს გაგრძელებაზე. ხო, ცოტა ბრიფი რომ მოგცეთ დაახლოებით რას გავაკეთებთ, ეს იქნება კომპიუტერის მონიტორინგისთვის საჭირო პროგრამების ჩაწერა, Windows-ის გააქტიურება იქნება, ცოტა ვიზუალურად მოწესრიგება ეკრანის, ასევე ძირითადი ესე ვთქვათ Chrome-ის გადმოწერა, RAR ლაბის დაყენება, ასე და მოკლედ რა ისეთი რაღაცები, რაც აუცილებლად ჭირდება კომპიუტერს, რომ თავიდან რომ მერე იფუნქციონიროს ადეკვატურად. ხო. ამას რაღაც დიდი ხანი ანდომებს ამ დრაივერების გასწორებას, but okay. მათ ცოტა ხანი დავაპაუზებ ვიდეოს და აი მეგობრებო, გაასწორა. აი ხედავთ კიდე ერთხელ ჩაქრა, ანუ ჯერ ერთხელ ჩაქრა და აინთო და მერე გასწორდა რეზოლუცია, როგორ დაპატარავდა ყველაფერი ატყობთ გასწორებულია, ერთხელაც ჩაქრა და მოკლედ აინთო და სწორად არის რა. ანუ პირველადი display driver დაყენებულია. ეხლა მე აქ გადმოვწერ OBS და მივხედოთ უკვე შიგნით კომპიუტერში რა არის საჭირო და როგორ უნდა გავაკეთოთ იმ რაღაცებს. ხო, აი შემოგიერთეთ მეგობრებო უკვე დესკტოპიდან, აგერ გვაქვს OBS ჩავიწერე და ახლა უკვე ამ კომპიუტერიდან სტრიმავ. ვიღებ ვიდეოს ბოდიში. მოკლედ, როცა გექნებათ აი ესე დისპლეი, რა თქმა უნდა თქვენ OBS-ი არ გექნებათ, ხა მე ხა ჩავიწერე. პირველი რაც უნდა გააკეთოთ, სულ პირველი სტეპი არის WinRAR-ის ჩაწერა, რაც აუცილებლად გჭირდებათ, ეს OBS-ის სტაბებია. შევიდეთ Google-ში და ჩავიწეროთ WinRAR-ი. RAR Labs ჩავწერთ. ესე დაგულოთ, ყველაფრის ლინკს ჩავაგდებ კომენტარებში, დაუნლოუდებში პირდაპირ შევალთ და აგერ ინგლისური ან რავი რაინაც გინდათ 64-ბიტიანი ვერსია აი აქ. ჩაიწერა. ხო, ჩაიწერა, გავხსნათ. ეს install. სასურველია რომ ISO მონიშნოთ. Okay, done. So WinRAR-ი უკვე გვაქვს. მეორე სტეპი არის Windows-ის თავდაცვის გათიშვა, იმიტომ რომ უნდა გავააქტიუროთ Windows-ი და უფასოდ და ეგ იდეაში ფასიანია და Windows-მა Windows-ი აღიქواس ამას ვირუსად, ამიტომ უნდა გავთიშოთ ანტივირუსი, რომ გადმოწეროთ ეგ დასაკრაკი მოკლედ. წერთ securities search-ი, Windows security-ში შევდივართ, აი აქ. შემდეგ შევდივართ virus and threat protection, manage settings და real time protections ვთიშავთ. გამოვიდეთ ახლა აქედან, შევიდეთ app and browser control-ში, შევიდეთ reputation based protection setting-ებში და check apps and files. ესეც გავთიშოთ. So. ანტივირუსი გათიშულია დროებით, ეგ მე თავის ჩაერთვება უკან, მაგრამ okay.
შემდეგ უნდა გავააქტიუროთ Windows-ი. Windows-ის გასააქტიურებლად ვიწერთ cracks, რომელსაც ახლა შევალ მაგ-საიტზე. ისევ Google-ში შევიდეთ, ამ Microsoft Edge Yandex-ი აქვს search engine-ად რატომღაც, Google-ში ხელით მიწევს შესვლა. აქ ჩავწეროთ KMS auto. აი ეს. არაფერი სხვა, საიტი არ შეგეშალოთ, ძალიან ბევრი საიტი არის, რომელსაც იგივე სახელს იყენებს თითქოს KMS auto-ს, მაგრამ თქვენ კიდეთ აი ეს KMS auto.info-ზე რომელიც არის, აი ეს საიტი, ამას ვერ დოდებ კომენტარის ლინკში წესით. Description-ში links, იმიტომ რომ ვირუსად შეიძლება ჩამითვალოს ან რამე დამარესტრიქთონ, ამიტომ მოგიწევთ დამახსოვრება ან გადაწერა. Download KMS auto-ს ვაჭერთ, Pico არა, auto. იწერს. გავხსნით ამასაც. ხო, ეხლა რაკენთ, ამას რო გახსნით, აი ეს ფაილი zip-ი რაც არის, მოკიდეთ ხელი, წამოიღეთ desktop-ზე, დააგდეთ აქ, ეს ჩაკეთეთ აღარ გინდათ. აქ მარჯვენა ღილაკი და extract files, here არა extract files და okay ეგრევე. და პაროლში წერთ Windows. აი ესე ძალიან მარტივად. აი ეს არის პაროლი. ამასაც კომენტარებში დავწერ. Windows არც დიდი ასოები არაფერი, ეს არის პაროლი. Okay. და აგერ დაგვი extract-ა. ამაში შევალთ, აქ შევალთ და ავირჩევთ KMS auto.net ან 15.1 რავი რომელიც გინდათ, იყოს 15.1. Yes, დავაჭერთ და ეს უნდა ჩაირთოს ხა. აი აგვიანებს, ამიტომ უბრალოდ 15.1 კი არა, შეუძლებელი ჩავთოთ რა 15.1-ის გარეშე. ხო, აი ეს ჩაირთო. ეს 15.1 რაღაც ბაგიანი. მოკლედ, ეს გამორთოთ. აგერ მოგვცა აქტივაცია, დავაჭიროთ აქტივაციას და დავაჭიროთ Activate Windows. Office-ი არ გვინდა ჯერ, ხო? Activate Windows, ველოდებით და ამასობაში ეს აქტიურებს ჩვენს Windows. აჰა. ამას რომ მოაგდებს, აქ უბრალოდ ვაჭერთ Continuous, ველოდებით კიდევ, Activating. Всё, კომპიუტერი გააქტიურებულია, Windows-ი, აქ cancel-ს დააჭერთ და ამასაც ჩახურავთ. თქვენი Windows-ი გააქტიურებულია. შეგიძლიათ ეს zip ფაილი წაშალოთ და ეს ცოტახანი მოდი დავიტოვოთ, იქნება და ამაში დაგჭირდეს. Okay, Windows გააქტიურებულია. ეხლა უკვე შეგვიძლია მივიდეთ ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან ნაწილზე, რაც არის გრაფიკული დრაივერის დაყენება. ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, მეგობრებო, დამიჯერეთ. შევდივართ ისევ Google-ის ჩაწერა არ იჩქაროთ, დამიჯერეთ. არაფერს შეგიჩქარებათ Google-ის ჩაწერა ჯერ. შევდივართ ისევ Google-ში Edge-დან და ვწერთ, ხო, ეხლა ერთი დეტალი რა არის, რა ზოგს შეიძლება გაქვთ Intel-ის ვიდეო ბარათი, ზოგს Nvidia-ს, ზოგს AMD-ს, ზოგს შეიძლება ვიდეო ბარათი არ გაქვთ, გაქვთ ინტეგრირებული. თუ თქვენ ინტეგრირებული ვიდეო ბარათი გაქვთ კომპიუტერში, ანუ პროცესორის ძალას იყენებთ გრაფიკისთვის, არანაირად არ გჭირდებათ არაფერი დრაივერის ჩაწერა, თავისით იზავს ყველაფერს, მაგრამ თუ გაქვთ Nvidia-ს ვიდეო ბარათი ან AMD-ს ვიდეო ბარათი, გჭირდებათ მათი software-ი და მათი დრაივერები. მოკლედ, მე ამ შემთხვევაში ხა მაქვს Nvidia-სი და ვწერ Nvidia apps. ასე ქვია ამ software-ს. ამის ლინკსაც დავდებ რა თქმა უნდა, download now-ს დავაჭერთ, ჩამოტვირთავს. AMD-ის შემთხვევაში ეს არის, ეხავე განახებთ. AMD Adrenalin ქვია. AMD-ის ბარათიც მქონდა და ვიცი ესეც. აი ეს ამის ლინკსაც ჩავაგდებ. აი ეს არის download software-ს დააჭერთ და ჩაიწერთ და ეს არის AMD-ის software-ი. ესე ფუნქციურად და შინაარსობრივად და ვიზუალურად და ყველა ასპექტით AMD-ის აპლიკაცია ბევრად ჯობია, ვიდრე Nvidia-ს. ეს უბრალოდ ინფორმაციისთვის რო იცოდეთ. ჩაიწერა ჩვენმა Nvidia-მა, ამასაც გავხსნით. Yes. და ივსება. მეგობრებო, ვიდეო კარტის აი ამ აპლიკაციის დაყენების დროს შეიძლება რომ ვიდეოს გადაღება შეწყდეს თავისით. ამიტომ ეგეთი მოლოდინულობა რო ავირიდო თავიდან, ვიდეოს გადაღებას ცოტა ხნით დავაპაუზებ, როცა ის დაიწყებს ავსებას. აქ დავეთანხმებით წესებს და პირობებს და მოდი აიხლა სანამ აი ამ loading screen-ზეა ვიდეოს გადაღებას შევწყვეტ და გავაგრძელებ, როცა ეს აივსება.
ხო რაღაცა ძალიან მალე აივსო რამდენიმე წამში. მოკლედ ეხლა რა ხდება, როგორც კი ჩართავთ, აი მას ამოგიგდებთ. Select a perfect driver, game ready driver და NVIDIA Studio driver. თქვენზეა დამოკიდებული რა, თუ თქვენ ხართ უფრო მეტად ედიტორი, გაქვთ შეხება 3D გრაფიკასთან, გაქვთ შეხება Premiere-თან, Photoshop-თან, ასე შემდეგ, იწერთ NVIDIA Studio drivers, თუ ხართ გეიმერები და თამაშებისთვის კიდაც აყენებთ game ready drivers და თუ შერეულად აკეთებთ ორივეს, ან თან თამაშობთ და თან edit-ს აკეთებთ, ჩემი რჩევაა რომ game ready ჩაიწეროთ. ხო რა, აქ next მისცემთ, რო აირჩევთ, next არაფერს ბოდიში არაფერს არ ცვლით done და გადახვალთ აი აქ დრაივერების ტაბში და downloads დააჭერთ აი აქ როგორც ხედავთ და თქვენი დრაივერი დაიწყებს ჩაწერას მოდი ახლა მე ისევ დავაპაუზებ ვიდეოს ესე ვთქვათ რომ ეს აივსოს მოკლედ მეგობრებო თითქმის აივსო ეს და როგორც კი აივსება რეკომენდებულია როცა ეს იწერს არაფერი არ ქნათ სხვა რა ეს რო აივსება და თუ AMD-ს გაქვთ იგივე არის ძალიან ანუ ინსტალაციაში თითქმის განსხვავება არ არის რა თვითონ სოფტვერი არის განსხვავებული რო ჩართავთ აპლიკაციას მერეა სხვანაირი რა ეხლა AMD-ს AX სხვანაირია ყველაფერი რა მაგრამ დრაივერის აყენება იგივე პროცედურაა ზუსტად Prepare package-ს იზავს ახლა და install. ხო, ეხლა კიდე როგორც იმ აპლიკაციის ინსტალაციის დროს იყო, ეხლაც დიდი შანსია რომ ვიდეო გაითიშოს საერთოდ ნებისმიერ დროს ამ ეს ინსტალაციის დროს, ამიტომ ეხლა მე დავაჭერ install-ს. yes აქ ამოგიდეთ yes დააჭერთ. ხო, express ინსტალაციას მონიშნოთ, არ გინდათ custom-ი, continue და ეს დრაივერი იწყებს დაყენებას. ამ დროს შეიძლება ეკრანი ჩაქრეს, აინთოს, რეზოლუცია შეიცვალოს და ბევრი რაღაც შეიძლება მოხდეს. ამიტომ ეხლა მე ისევ შევწყვეტ ვიდეოს გადაღებას და ეს რო დაყენდება, აქ არაფერს თქვენ არ ეხებით და არ ცვლით, ეს რო დაყენდება, გავაგრძელებ. ხო, დაგიბრუნდით მეგობრებო, როგორც იქნა ამან გააკეთა ეს დრაივერი და დააყენა და თან კიდე ცოტახანი გასულიც ვიყავ, ეხლა მოვედი და მოკლედ გავაგრძელოთ ჩვენი ვიდეო. ძირითადი სტეპები გავიარეთ, ანუ დრაივერები დავაყენეთ და დამინჯერეთ ამ NVIDIA-ს დრაივერმა და AMD-ს რო დააყენეთ, მარტო ვიდეო კარტის დრაივერს არ აყენებს, აყენებს კიდე ბევრ პროგრამებს, Microsoft-ის საპორტებს, Net Frameworks და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაც არის ახლა გრაფიკულ დრაივერების და ზოგადად ამის შემდეგ არის ძირითადი სამონიტორინგო პროგრამების გადმოწერა რა და ეს სამონიტორინგო პროგრამები არის ანუ ზოგადად ბევრი არის AIDA, GPU-Z, CPU-ID CPU-ID, კიდე MSI Afterburner და ბევრი არის რა ზოგი კორექტირების საშუალებას გაძლევთ, ზოგი უბრალოდ დაკვირვების და ასე შემდეგ. ჩემთვის პერსონალურად მისაღებია Hard Disk Sentinel და GPU-Z, მეტს ძირითადად არც ვიყენებ, უშიათ შემთხვევაში CPU-ID-ს, ამიტომ მაგის გამოწერას გასწავლით მეც. შევიდეთ Google-ში და გადმოვწეროთ GPU-Z და Hard Disk Sentinel. Hard Disk Sentinel ავრანაირად დავწერე. კაი. ეს გადმოვწეროთ download GPU-Z, download გერმანული სერვერიდან. იწერს ასევე გადმოვწეროთ Hard Disk Sentinel, download, რა თქმა უნდა ლინკებს ჩავყრი კომენტარებში, აქაც download-ი, ამასაც იწერს, GPU-Z გადმოწერა, yes. ისევ yes, next, install და finish. ეს არის ჩვენი GPU-Z, ეს გვაძლევს დეტალურ ინფორმაციას ჩვენი ვიდეო კარტის შესახებ, ესე იგი მთელი მონაცემები არის აქ, ყველაფერი რა ხშირებზე მუშაობს, ასე შემდეგ და სენსორებში თუ გადავხვალთ ტემპერატურებზე გაძლევთ ძალიან კარგი ინფორმაციას. ხოლო რაც შეეხება Hard Disk Sentinel-ს, მოდი ესეც დავაინსტალიროთ. Run. Yes. Okay, აქაც next დავითახოთ წესებს.
hard disk sentinel-იც დავაყენეთ, მოდი ესეც ჩავრთოთ, განახებთ. აი ესე გამოიყურება მეგობრებო hard disk sentinel-ი. აქ ეს პროგრამა გვიჩვენებს ჩვენი მყარი დისკების სიცხვის უნარიანობას, ტემპერატურებს, სავსე რამდენზეა და ასე შემდეგ. ანუ მყარ დისკებზე და SSD-ებზე გვაძლევს ძალიან კარგი ინფორმაციას. ხო, კიდე ერთი რაც მინდა რომ გითხრათ, რომ უნდა ჩაიწეროთ DirectX-ი. საჯერ Google-ში შევიდე. DirectX download. აი ეს გვინდა, ამის ლინკსაც რა თქმა უნდა ჩავაგდებ. download ინგლისურ ენაზე, ესე გავხსნათ, დეთანხმებით, next. install the bingbar ეს აუცილებლად ეს ტიჩკა გააქრეთ. next და всё, ესე წენდება. შეიძლება იდეა შენ server-ზე დავაინსტალირეთ, იქაც ეგ მოყვა კიდევაც, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, ამიტომ მაინც DirectX-ი ცოტა დავაყენოთ რა. ხო, აი ხედავთ 93 მეგაბაიტია download size-ი, ამიტომ ესე იგი მაინც ჭირდება თურმე. ამასაც იწერს ახლა. და წამები გადარჩა, ოკეი. მალე. ხო, ამის შემდეგ უკვე ჩავიწერთ ხა მარტივ პროგრამებს, რა ზოგს Google-ი უნდა, ზოგს Brave-ი უნდა, ზოგს რაღაცა Game Launcher-ი უნდა, ზოგს Steam-ი უნდა, ასე შემდეგ, ანუ მაგებს თქვენ თვითონ ჩაიწერთ უკვე თქვენი პრეფერენცია დამოკიდებული. მე უბრალოდ Chrome-ს ჩავწერ. Chrome download, ოღონდ ესე ჯერ Google-ში შევიდეთ. და იქიდან დაგუგლოთ, სწორი აქ რუსულად ამოვაგდებს მე. აი ესე Chrome download ამის ლინკსაც ჩავაგდებ. download-ი და იწერს, ესეც დავაყენოთ. run. yes. ეს გამოვართოთ, პრინციპში აღარ გვინდა. აჰა, DirectX-იც დაყენდა ამასობაში, Chrome-იც ჩავიწერეთ. Chrome-თან ერთად აუცილებლად რეკომენდაციას ვუწევთ, თუ თქვენ გინდათ უფასოდ პროგრამები, მაგალითად Photoshop-ი, Word-ი, Excel-ი, ასე შემდეგ, Qubit torrent-ი ჩაიწერეთ, აუცილებლად გამოგადგებათ. აი Chrome-ს რო ჩაიწერს ახლა განახებთ. Chrome-დან ჩავიწერ უკვე Qubit torrent-ს რა. ეს დაინსტალიროს უცბად. ხო, всё. მოდი ახლა შევიდეთ ჩვენ აქ და ჩავწეროთ Qubit torrent download. აი აქ ამის ლინკსაც კომენტარებში ჩაგიგდებთ, ეს ჩავიწეროთ, პირველში შევიდეთ 3 2 1 და 0 უნდა დაიწყოს ეს გადმოწერა. თუ ჩვენ უნდა დავაჭიროთ. download now. რეკლამა გამორთოთ. ხო, ჩვენ უნდა დაგვიჭირა. იწერს გავხსნათ run. yes, okay, next, ვეთანხმებით, next და ველოდებით დაინსტალირებას. okay. ამის ჩართვა ახლა არ გვინდა, Qubit torrent-ი ძალიან საჭირო რაღაცა არის. okay. ეხლა გასწავლით როგორ გასწავლით რა განახებთ, ცოტა ჩვენი დესკტოპი როგორ გავაკორექტიროთ. აი წინა ვიდეოებით ნახეთ ჩემი დესკტოპი და ჩემი Windows-ი ცოტა გალამაზებული მქონდა. ამისთვის რამდენიმე მარტივი სტეპის გავლა საჭირო და უცებ განახებთ. პირველ რიგში აი აქ taskbar-თან მარჯვენა ღილაკს ვაწობთ და logs-ი taskbar-ს ვაჭერთ ერთხელ ხელს, გვერდზე ტიჩკა უქრება, ეს პირველი. show task view buttons, ამასაც ერთხელ ვაჭერთ და ქრება ეგ ღილაკი და ტიჩკა აღარ აქვს. ასევე შევდივართ search-ში და შუას ვნიშნავთ show search icon და არა show search bar, ესე და პატარავდება და მოდი ხა ესენი გავაცენტროთ. მარჯვენა ღილაკს დავაჭიროთ,
toolbars და links უნდა ავიღოთ აქ და ჩვენი მიზანია რომ აი ეს ლინკები მოვიტანოთ აქეთ. ამისთვის მოვკიდოთ ამ ლინკებს ხელი, წამოვიყვანოთ აქეთ და აი გადავალაჯოთ ამას და всё გაცვალეს ადგილები. ეხლა აი ამ კუთხეს მოკიდებთ ხელს და წამოწევთ და გააცენტრებთ. всё თქვენის უკვე შუაშია. და კიდე ერთი რომ ამას რო აქ რო ხოლმე აქ ფერი აქ არა Windows რაღაცა wallpaper-ი გიყენიათ და აქ რო ფერი გადავიდეს რა ეს ხაზად რო არ იყოს. ძალიან მარტივია ეგეც. Chrome-ში შევალთ trans იდეაში აქედან შეგვიძლია რა App Store-დან, მაგრამ მე Chrome-დან მერჩევნია. Transparent ტბს ჩავწერთ, აი აქ შევალთ. ამის ლინკსაც ჩავაგდებ, download. ჩაიწერა, გავხსნათ run. დაველოდოთ ჩაწერას. მალე იზოს წესით. და კიდე ერთ რამეს განახებთ სანამ ეს იზავს setting-ებში რო შეხვალთ აქ. აი გააკეთა. აქ უბრალოდ continue და მორჩა ხედავთ აი გაერთფეროვან და ეს ჩვენი wallpaper-ი და ეს მოგვით რა. ეხლა შევიდეთ start menu-ში, შევიდეთ setting-ებში, შევიდეთ პერსონალიზაციაში, შევიდეთ themes რო არის აქ themes და აი desktop icon setting-ებში და აი აქ კომპიუტერი მოვნიშნოთ. ან რავი რომელიც გინდათ მოვნიშნეთ აქედან რა რაღაცები არის რაც დაგჭირდებათ იდეაში desktop-ზე. მე კომპიუტერი ჭირდება ხოლმე მარტო კომპიუტერს მოვნიშნავ, apply-ს დავაჭერ, okay, გამორთავ და აი ეგ არის ჩვენი კომპიუტერი. ხო რა. ეს მე ძალიან მადგება. თქვენი არ ვიცი. რა ვიცი მეგობრებო, სულ ეს იყო Windows-ი მზად არის გამოსაყენებლად და რაც გინდათ რომ იმისთვის რო ქნათ რა. გინდა game თამაშები ჩაიწეროთ Steam-ი და გინდა იმუშაოთ და რა ვიცი. შემდეგ ვიდეოში შემოგთავაზებთ ტუტორიალს, სადაც უფასოდ გადმოვწერთ Adobe Photoshop, Illustrator, InDesign, Premiere, After Effects, Word, Excel, PowerPoint, Outlook და ყველაფერს საერთოდ. მაგას ყველაფერს გაჩვენებთ და განახებთ. ამ ვიდეოში სულ ეს იყო Windows-ის გადაყენების ტუტორიალის სერია დამთავრებულია და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.